ქართული თეატრი რომ პორნო თეატრებად გადააქციეს თანამედროვე რეჟისორებმა არ ახალია. სატელევიზიო სერიალების რომ უხამსობისა და ბილდსიტყვაობის უხეირო უგემოვნო ნაზავია, არც ეს გახლავთ ახალი ამბავი. მოვიდა დრო რომ ქართველმა ერმა ხმა მოიღოს და ბოლო მოუღოს აღვირახსნილებას, რაც საქართველოში დამკვიდრდა. ასე ეხმიანება პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი რეჟისორ დათატავაძის სპექტაკლ ლიბერტეს, რამაც საზოგადოების დიდ ნაწილში აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. სიმართლე გნებავთ? კი ბატონო. არტისტები არ წარმოადგენენ ქვეყნის ელიტას. პირიქით, საზოგადოების დაბალ ფენას მიეკუთვნებიან. ეს არ გახლავთ დამამცირებელი. ეს უბრალოდ სიმართლეა და მსახიობი რომ არასანდოა თავად შექსპირმა ბრძანა. ამის ნათელი მაგალითია 90-იანი წლები, როდესაც ხელისუფლების დამამხობელთა ავანგარდში სწორედ მსახიობ რეჟისორ ჯამბაზების ჭარბობდნენ. ოდესღაც დიახად ბრწყინავდნენ სახელგანთქმული ქართველი რეჟისორები, ეროვნულები, ძლიერები, ლამაზები. მაგალითად სანდრო ახმეტელიც საკმარისია. ძლიერი, ლამაზი, არაჩვეულებრივი აღნაგობის მსახიობებიც მრავლად ყავდნენ. მაგალითად გიორგი შავგულიძის დასახელებაც საკმარისია და მაინც ეს არ არის ელიტა. საქართველოს უნდა ყავდეს ელიტა, რომელიც ჩამოშალეს, დაამცირეს, გაანადგურეს. სადღა არიან ელიტარული მეცნიერები, ისტორიკოსები, გეოგრაფები, იურისტები, ეკონომისტები, მწერლები და სხვანი. სად გაქრა არისტოკრატია? სად გაქრნენ დიდი საეკლესიო მოღვაწეები? მაშ ვიღაც ავადმყოფი დათათავაძის საქირქილო გახდა ქრისტეს ნათელით მადლმოსილი საქართველო? ვიღაც ნიფხავ-ჩახტილმა ავაზაკმა უნდა დაასამაროს ვახტანგ გორგასლის და დავით აღმაშენებლის ქვეყანა? ვიღაც ტატრაყუნად სვედანმა უკანალი უნდა მიუშუროს ვის უდიდებულესობას ქართველ ერს? საზოგადოების გამთობმა ფენამ უნდა იზეიმოს ელიტაზე? რა მოხდა? დრამატურგები ამოწყდნენ დედამიწაზე, რომ მაინც და მაინც ავადმყოფი ფრანგის, სადისტის და მაზოხისტის, ბილწი რომანების და პიესების ავტორის მარკიზ დე სადის ეგრეთ წოდებული პიესა არ დაედგათ? იმ მარკიზის, რომელიც საკუთარი თუ სხვისი ტანჯვის და ტკივილის გზით ცდილობდა სექსუალური სიამოვნების მიღებას. იმ ფსიქოპათი, უღმერთო, ათეისტი ვაიმწერლის, რომლის უკვდავსაყოფად დამკვიდრდა სიტყვა სადისტი? ფუტკარი ყვალს ეტანება, ბუზი ფეხს ადგილს. ბუზის გემოვნება რომ გაქვთ, ამადაც იპოვეთ დე სადი. ის დროა ყველა ეკლესია ზარს უნდა არისხებდეს. ის დროა ეკლესია მონასტრები ქუდზე გაცუხმობდნენ. კუბოებს რომ დაათრევდნენ ქვაშვეთის ტაძრის წინ და ჩხიბაობდნენ. მე სხვა მცირედთაგან დიახაც ხმა ავიმაღლე, მაგრამ რა შედეგი მივიღე? არავითარი. სინდისი პატარა ღმერთია, ვითხრა მამა გაბრიელმა. სად დაკარგეთ სინდისი თქვენ ღმერთოებო? საუკუნის დასაწყისიდან პორტირებულო ბოლშევიკებო. ქართვად მჟლეტი ლევან ხოღობერიძის ნაშიერებო. შემირცხვენია თქვენი წინაპრები, შემირცხვენია თქვენი ოჯახები. დაგვიჩემებია ამის შვილია, იმის შვილიშვილია. თქვენც ახლა კოტე აფხაზის, ვაჟა-ფშაველას ან მაჩაბლის თამამავლები არ იყოთ. თქვენც ახლა დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის და თაყაიშვილის სისხლი არ გიდუხდეთ ძარღვებში. ლაგამ გაწყვეტილი გოიმები და ქაჯები ხართ. ერისგან მოქნეული მათრახით დაღაუგებთ თქვენ. იუდასეულ 30 ვერცხლზე გაყიდულებო. თქვენც ცხენის კუდზე გამოსაბმელები და სათრევები ხართ. იქედნეთა მიერ შეთითქმულ პიესებზე დადგმულ ეგრეთ წოდებულ სპექტაკლებს რომ ესწრებით და დარს უკრავთ. დიახ, არანაკლები გოიმები და ქაჯები ხართ. და ქვად იქეცეთ. წერს თინათინ მღვდლიაშვილი.